დაჯარიმების მოცულობა გარემოს დანაგვიანებაზე. პასუხი ამ კითხვაზე ნარჩენების მართვის კოდექსის 31 მუხლით განისაზღვრება. ჯარიმის მოცულობა მისი მიხედვით 80-დან 6000 ლარამდე მერყეობს და ეს დამოკიდებულია ნარჩენის ტიპზე, რაოდენობასა და სამართალდამრღვევის სტატუსზე, არის ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დანაგვიანება 2 კილოგრამამდე ნარჩენით 80 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს. 200 ლარის გადახდა მოგიწევთ თუ ამავე ქმედება სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან ჩაიდეთ. ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმა 500 ლარია, მეტის შემთხვევაში კი 2000 ლარი. 2 კილოგრამზე მეტი ნარჩენით გარემოს დაბინძურების გამო 500 ლარის გადახდა მოგიწევთ. იურიდიულ პირს კი ჯარიმა 1500 ლარით განესაზღვრება. თუ ნარჩენებით 2 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს დაანაგვიანებთ და ფიზიკური პირი ხართ, 2000 ლარით დაგაჯარიმებენ. იურიდიული პირი კი 6000 ლარით ისჯება. ნარჩენების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში არადანიშნულებისამებრ მოთავსებაზე ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში 200, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 1000 ლარია. ყველა კარგ საქმეს, კარგ დასაწყისს, კარგი დასასრული აქვს. დასრულდა რევაზინანიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიძღვნილი პროექტი ღია გაკვეთილები მუზეუმში. პროექტში მონაწილეობა მიიღო 11 სკოლამ და 185 მოსწავლემ. პროექტმა მიზანს მიაღწია და გაამართლა. შთამბეჭდავია კვირეულის მანძილზე ჩატარებული ღია გაკვეთილები და ალბათ კარგ ახანს გვემახსოვრება ამ ღია გაკვეთილებით გამოწვეული განცდა, ემოცია და შთაბეჭდილება. დიდი ემოცია და ძალიან დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა ჩვენზე, რადგან ერთხელ კიდევ გვანახა დიდი ქართველი მწერლის შემოქმედების ძალა. ეს იყო ყველასთვის ემოციური პროექტი შედგა და რა თქმა უნდა, ვეზიარეთ დიდ სიყვარულს, სიკეთეს, სითბოს ყველა ერთად ირანიშვილის შემოქმედებასთან ერთად. მივულოცავ თითოეულ სკოლას, თითოეულ ღია გაკვეთილს, რომელიც მათ წარმოგვიდგინეს მუზეუმში. მე ვფიქრობ, ამით მოიგო არა მარტო მოსწავლემ, მოიგო მასწავლებელმა და ვთხოვდი მასწავლებლებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ასეთ პროექტებში. იმიტომ რომ ისინი თავიანთ სახელ და გვარს წერენ ზესტაფონის რეალობაში, ზესტაფონის ისტორიაში. ვიკითხოთ რევაზინანიშვილი, ვიქნებით მეტად ჰუმანურები, მეტად მოყვარულები და ვიქნებით ძალიან დიდი პატრიოტები. რევაზინანიშვილის საიუბილეო კვირეული, სადაც გამოდიოდნენ სკოლები, წარმოადგინეს საოცარი ბავშვები, ვარ უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისია შესრულებულია. თითოეული მოსწავლე და თვითონ მასწავლებელიც კვლავ ჩაუღრმავდა თითოეულ ნაწარმოებს და ჩვენს ბავშვებს ასწავლეს, გაახსენეს, შეახსენეს და უთხრეს, რომ ნამდვილად საჭიროა სიკეთე, ერთგულება, ბუნების სიყვარული და ნამდვილ მოქალაქეებად აღზრდა. მნიშვნელოვანია, რომ რევაზინანიშვილი თავის თავს დიოდა და არასოდეს არ თვლიდა, ის უბრალოებით გამოირჩეოდა და ამბობდა, რომ ეს ჩემი ნაწერები უბრალოდ დაბნეული მარცვლებია, რომელსაც მევკრებ სიკეთეების სახითო და მოდით მართლა გავაგრძელოთ ეს გზა, თითოეულ ჩვენ ბავშვში ჩავთესოთ სიკეთე და ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მომავლის სიდიადე და სიკეთე იქნება. პირველად 100 მასწავლებელი მოვიდა და თხოვა თუ შევძლებდი ამ ნახატის დახატვას, რის შემდეგაც დავთანხმდი, მეთქი ვცდი თქო, მაინც გამოვცადე და ასე თუ ისე ფიქრობ გამომივიდა, ბევრი მას მითხრა რომ შევძელი და ძალიან გამეხარდა თუ მოეწონათ და ასე თუ გამოადგათ ჩემი ნახატი და ძალიან დიდი პატივია რომ ამ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა და ესეთი ჩემი ნახატი ასე გამოვიდა. უმეტესად ტილოზე მუშაობ და საღებავებით და ეს რევაზინანიშვილის პორტრეტი ახლა შავ თეთრში, ფანქარში პირველად დავხატე და
ასეთი უსე ფიქრობ გავამივიდა. რევაზ ინანიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოსთან დაგვპატიჟეს, რომ უნდა წაგვერდგინა ჩვენი ღია გაკვეთილი. მაგრამ ჩვენ ვიფიქრეთ მე და ასმათი მასწავლებელმა, ჩემმა ქართულის მასწავლებელმა, რომ ეს ღია გაკვეთილი გადაგვეკეთებია სპექტაკლად. ამიტომაც დავდგით სპექტაკლი 15 წუთიანი მონოსპექტაკლი. გავაკეთეთ დეკორაციები, დავდგით ცეკვები და ვაჩვენეთ ხალხს. დღეს შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილის გარშემო. დედამიწა ჩვენი სახლია. დღეს ამ ღონისძიებაზე მონაწილეობას ღებულობენ ორიონის აღსასდელები, მათი მშობლები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები. და ჩვენ ამ გაერთიანებით ვამბობთ, რომ ერთობა, სიყვარული გადაარჩენს ჩვენ სახლს და ჩვენ დედამიწას. ორიონი დაარსდა 2005 წელს. უკვე თითქმის 26 წელია ორიონი არის და ამ ხნის განმავლობაში მან უამრავი პროექტი განახორციელა, მაგრამ ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი გამარჯვება ორიონის არის ის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ საზოგადოების აზრზე, რომ დღეს უკვე 26 წლის წინ, როდესაც ორიონი დავაარსეთ, საზოგადოება არ ცნობდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. დღეს ჩვენ ვართ თანასწორები, დღეს ჩვენ ვართ ძლიერები და დღეს ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ერთად ხელჩაკიდებულები დავდივართ. ნათია იორდანიშვილი და ჩვენ ვიმყოფებით სოფელ დაბასთან, ბორჯომის ხეობაში, სადაც უკანასკნელი აწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძრები ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს და შემდეგ უკვე განმეორებით 2017 წელს. 950 ჰექტარზე მეტ ფართობზე გავრცელდა ხანძარი ამ დროს და სრულად განადგურდა სწორედ ეს ტერიტორია სოფელ დაბასთან 250 ჰექტარზე. ჩვენ აქ დავკარგეთ უნიკალური საკურორტო ზონის ტყეები, შერეული ტყეები, რომლებიც ნაძვისა და სოჭისგან შედგებოდა. 2013 წელს დაიწყო აქ ტყის აღდგენის ღონისძიებები, მრავალი ადამიანის შრომა და მონდომების შედეგად. ჰქონდა შედეგები, თუმცა 2017 წელს განმეორებითმა ხანძარმა ასევე გაიმეორა ძველი ხანძრის პერიმეტრი და განადგურა ახლა უკვე მეტყევების შრომის შედეგი გახარებული ნერგების სახით. აი ამ ფერდობზე ეს უკვე განმეორებითი ხანძრის შედეგად დაზიანებული ფართობია, სადაც გაშენებული იყო მრავალი სახეობის ნერგი. თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ ის, რომ ჯამში 600 ჰექტარზე მეტ ტერიტორია მოვიცავით ტყის აღდგენის კომპლექსური ღონისძიებებით. დარგული იქნა 350,000-ზე მეტი ნერგი, მათ შორის პირველი ნერგი, აი ესეთი პატარა 2013 წელს დაირგო ამავე ხეობაში და ჩვენ გაჩვენებთ დღეს რა მდგომარეობაშია და ასევე განხორციელდა ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები 400 ჰექტარზე მეტ ფართობზე. მიუხედავად ამ შედეგისა, სამწუხაროდ ჩვენ ვიცით, რომ აქ ტყე ათეულობით წლების შემდეგ დაბრუნდება. უკვე ჩანს ნარგავები შორიდანაც, ეს ძალიან კარგია, მაგრამ სრული ეკოსისტემის აღდგენას, რომლის განადგურებასაც ადამიანის დაუდევრობით თუ სხვა და ძირითადად ადამიანის დაუდევრობით საათები კი არა და წუთები სჭირდება, ჩვენ აწლეულებით ველოდებით. მაგრამ მაინც კარგია ის, რომ შედეგები გვაქვს, ეს ტერიტორია ახლა უკვე აქტიური მონიტორინგის ქვეშაა. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ხანძრამდე არსებული ბუნებრივ ტყესთან მიახლოებული ეკოსისტემა მივიღოთ და ამის ნიშნები ამ ტერიტორიაზე უკვე საკმარისია.